ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლეულის მანძილზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპა ერთიანი რწმენითა და დოქტრინით შეკრულ სამოციქულო ეკლესიას იზიარებდა. მაგრამ დასავლეთში ფესვი გაიდგა ეგრეთ წოდებულმა პაპის უზენაესობამ, რაც მოგვიანებით უცდომელობის დოგმატში ჩამოყალიბდა, რომელმაც რომის ეპისკოპოსს, ანუ პაპს, რწმენისა და მორალის საკითხებში უზენაესი ხელისუფლება მიანიჭა. თითქოს ის ღვთის უცდომელობით მეტყველებდა. აღმოსავლეთმა უარყო ძალაუფლების ეს ცენტრალიზაცია და მკაცრად განაცხადა, რომ მოკვდავი ადამიანი უცდომელი ვერ იქნება. კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტიოს პირველი წერს: ვერც ერთი ცალკეული ეპისკოპოსი ვერ იქნება საყოველთაო ეკლესიის თავი, რამე თუ მხოლოდ ქრისტეა ეკლესიის თავი. ამ დაპირისპირებამ 1054 წელს დიდ სქიზმამდე მიგვიყვანა. რამაც ქრისტიანობა დასავლურ, ანუ კათოლიკურ და აღმოსავლურ, ანუ მართლმადიდებლურ შტოებად დაყო. მომდევნო საუკუნეებში ამ ქვეყნიური ძალაუფლებით გატაცებულმა დასავლურმა ქრისტიანობამ დააფუძნა ინკვიზიცია, რომელიც ევროპის ხალხთა წინააღმდეგ უმკაცრეს ზომებს იღებდა და რომელსაც 100,000-ობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დასავლეთისგან განსხვავებით, აღმოსავლურმა ქრისტიანობამ, მართლმადიდებლობამ უარყო ამ ქვეყნიური ძალაუფლება და ჭეშმარიტი ეკლესია შეინარჩუნა, რომელიც არასდროს დამონებია ისტორიის ქარტეხილებს.